შიშემეპირისადმი საქველმოქმედო მიდგომის ერთ ძალიან ისე ცხოვრებისეულ და გასაგებ საყვალპურო მაგალითს მოიყვან. როდესაც შეკრებილები არიან მეგობრები და ერთ-ერთი არის შიშემეპირი. ყველა იხდის თავის საჭმლის ფულს, გერმანულად წორდებიან, ასე ვთქვათ, მაგრამ შიშემეპირს უხდის ვიღაცა, ან ესე ვთქვათ, პატიჟებენ. ეს ერთის მხრივ, რა თქმა უნდა, ესეთია, გეპატიჟებიან, რაღაცა ხათრს გიწევენ, მაგრამ მეორე მხრივ ეგ ნიშნავს, რომ შენ განსხვავებულად გეპყრობენ. ესე იგი, რადგან შიშემეპირი ხარ, არ ვიცი, გადახდის უნარო ხარ, შეცოდების ღირსი ხარ, მოკლედ რაღაც ისეთია. ამ მიდგომას ყოველთვის კიდევ ერთხელ მეორე აქვს თავისი უარყოფითიც, რომ რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანებს ბოლო-ბოლო მობეზდეთ კიდეც შენი დაპატიჟება, თუ მათ ჩათვალეს და ხდება კიდეც ეგრე ზოგჯერ. რომ თუ მათ ჩათვალეს, რომ ყოველთვის მათ უნდა იკისრონ, მათ უნდა გაგისტუმრონ მერე ტაქსით. ასე რომ ეს ერთი შეხედვით ისეთი სასიამოვნო პრივილეგია და ვიღაცამ ამას შეიძლება შეღავათი და პრივილეგია დაარქვას, შეიძლება იქცეს გარიყვის და რაღაცა უხერხულობის ანუ უხერხულობის წყაროთ. არა და ამ დროს ხო შეიძლება კაცო მე იქნება მეტი მინდა რომ შევჭამო, ან უფრო ძვირი რაღაც და არ ჩავარდე ხო უხერხულში, როცა მე ჩემს თანხას დავუშვებ თვითონ გადავიხდი. ეხლა სხვა ამბავია, როცა ადამიანს უჭირს, რა თქმა უნდა, მეგობრები უნდა დაეხმარენ, მაგას არ აქვს მნიშვნელობა შიშემეპირი არის თუ არ არის. ამაზე არ არის საუბარი.